პუტინთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით გვიან ღამით ტელეფონით ესაუბრა ზელენსკისა და სხვა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანს. ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, წერს ტრამპი. ზელენსკი ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტს ორშაბათს ეწვევა. ტრამპის განცხადებით, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლეს, შეხვედრა პუტინთანაც დაიგეგმება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ბრიუსელში ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩების საგანგებო შეხვედრისთვის იკრიბებიან. დიპლომატები ამერიკა-რუსეთის სამიტსა და მის შედეგებს განიხილავენ. რუსეთში რიაზანის ოლქში დენთის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 ადამიანი. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იწვება. პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ ტალახისგან გზები და სახლები გაწმინდონ. სტიქიამ გაანადგურა შენობები, წყალმა წაიღო გზები და ხეები. პაკისტანში 26 ივნისიდან ჩვეულებრივზე მეტი წვიმა მოდის, რასაც ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.